მადლობა ქალბატონო ქეთი დღევანდელი დღისთვის, მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ ჩვენი ცენტრისთვის, ჩვენი პროექტისთვის და რაც თავარია აფხაზეთისთვის. მიემბე აფხაზეთზე, ასე ქვია ჩვენს პროექტს და კიდევ ერთხელ გვინდა გავაცოცხლოთ მოგონებები აფხაზეთზე. ჩემი აფხაზეთი არის რთული. იმიტომ რომ ჯერ ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი მაშინ ჯერ ეს კორპუსები კი იყო უკვე აშენებული, ეს ცნობილი კორპუსები, მაგრამ არაჩვეულებრივი დასასვენებელი სახლი კინემატოგრაფისტებისთვის და ჟურნალისტებით შემოუერთდნენ მერე ამას, საქართველოს ჟურნალისტები აშენა მამაჩემმა. და ძალიან დიდი ბრძოლა გადაიტანა ამისთვის, ისევე როგორც კინოსახლი, როდესაც გამოგლიჯა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას და გააკეთა კინოსახლი. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ აფხაზეთში, როდესაც აშენდა ეს სახლი, პრაქტიკულად სულ იქ ვიყავ, მიუხედავად იმისა, რომ ბებია ბაბუას ახინჯაურში ჰქონდათ სახლი და რა თქმა უნდა აგვისტოში იქ ვიყავ, ივლისი, ასე ვთქვათ, იყო ბიჭვინთელს უთმობდით, მაგრამ იქ რო ჩავდიოდით სამწუხაროდ, ეს უკვე რუსეთის, ასე ვთქვათ, სტრატეგიული გეგმა იყო. პრაქტიკულად ქართულად არ გველაპარაკებოდა არა. მე ეხლა უნდა წავიტრაბახო. წელს რაღაც გამორჩეული წელი მაქვს, მაგრამ მე ამას არ ავღნიშნავ და საერთოდ თბილისში წავიქნებ. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ პაატა ზაქარიაშვილმა, რომელიც ნამდვილად არ მომცემს უფლებას თუ მოისმენს ამას, რომ 2012 წელს იმდენი წლის მერე უცებ მეუბნება, რომ მე აფხაზებმა დამაბარეს თქვენთან, ის ხშირად დადის სოხუმში, რომ პირველი და ერთადერთი ვისაც აი ხელგაშლილი მივიღებთ და ჩავიხუტებთო, გადაეცითო არის ქალბატონი ქეთიო და გამიკვირდა მე ძალიან და გამეხარდა და რა მიზეზი მეთქი რა დაასახელეს და აიო იმ მატარებლით რო წამოვიდაო 1750 ქალთან ერთადო იმან ჩვენს გამოგვიწოდა ხელიო ჩვენ გამოგვიწოდა ხელიო და ჩვენთან ასე ვთქვათ შესარიგებლად და ჩასახუტებლად მოდიოდაო დანარჩენები ყველანიო გვებრძოდნენ საერთოდ ეს ყველაფერი ლენინის და სტალინის ჩანაფიქრია იმიტომ რომ ადრე თუ გვიან როდესაც საბჭოთა კავშირს აყალიბებდნენ ფიქრობდნენ და ეს იყო მათი გათვლა რომ თუ ოდესმე ეს ხელოვნურად შეკრული მონსტრი დაიწყებდა გახლეჩას ესე იგი უნდა ყოფილიყო timing bomb ქვია მაგას ინგლისურად ეს დროის სადაც მე უნდა აფეთქებულიყო ეს და გამოიყენეს კიდეც ეს ნაღმი ჯერ აფხაზეთში ნაღმი მე სამაჩაბლოში სამწუხაროდ ადამიანები კი არა ხალხის მასა არ წყვეტს არაფერს წყვეტენ მხოლოდ ძალიან ანგაჟირებული პოლიტიკოსები აი ფაქტი მოვლენა რა გახსენებთ აფხაზეთს როცა დღეს აფხაზეთზე გეკითხებიან თქვენ აღნიშნეთ რომ ახინჯაურშიც ჰქონდათ სახლი მაგრამ ჩადიოდით კი ბატონო ჩადიოდით მაინც აფხაზეთში და ეს არაერთი ადამიანის გამსმენია ხოლმე მაინც განსაკუთრებული და გამორჩეული რითი იყო შემიძლია თქვა კლიმატი შემოქმედებითად მთელი ჩემი ერთ-ერთი ბოლოს წინა ფილმი ევრიდიკე მე ვიყავი ბოლო ვინ ჩავიდა ეშერას გამოქვაბულში მიწისქვეშა ეს უზარმაზარი გამოქვაბული მე იქ გადავიღე ევრიდიკე და რო წამოვედით ერთ თვეში დაიწყო ომი საბოლოო 90 წელს მოვრჩი გადაღებას და სხვათა შორის როცა ვიყავით იმ გამოქვაბულებში ჩასული და ისა ზევიდან თურმე ჩვენი მეგობარი აფხაზები ძალიან ესე გვიცავდნენ და ისე წამოვედით იქიდან წამოვედით და დაიწყო კიდეც და შეიძლება არ ვახსენო თეთრი მანდილი და ზუსტად თეთრი მანდილის ქალბატონების ჩასვლა აფხაზეთში იმ მიზნით რომ რაღაც დამშვიდებული იყო დიახ გაჩერებული იყო ომი და ვიცოდი რომ ეს სიმბოლური იყო ყველაფერი მაგრამ აი ერთ ჩვენ ერთილას აი ღმერთის წყალობით რაღაცა დამარტყა თავში და ჩემ მეუღლეს უთხარი რომ
18 სექტემბერი იყო, რომ წამიყვანა ახლა ტელევიზიაში, თქო, მაშინ მარტო ერთი არხი იყო, პირველი არხი, რომ მივედი, ოთარ შაორშაძე იყო, გამოდიოდა გია ჭანტურია სწორედ და ჯანდრე კაშჩია, ოთართან იყვნენ სტუმრად ეთერში და მე ვუთხარი, რომ გიას და მას ვუთხარი ჯანდრე კაშიას, რომ ესე მინდა მეთქი მე საქართველოს ქალებს მივმართო და ისე კარგად მახსოვს, ძალიან ისე ემოციურად გია მითხრა ჭანტურიამ, შედით ქალბატონო, შედით მიმართეთ და 2 საათში ის რო იყო საკავკასკი ვაიენმე ოკრუგ იმისი ისე რა ქვია ოფისი იყო თუ რაღაც ჯანდაბა შენობა იქ მივედით ქალები იქ შევიკრიბეთ ჯერ და მე ესე მარში წამოვედით გამოვიარეთ თბილისი და მივედით გადავჭერით მთელი აღმაშენებლის გამზირი და მივედით ელჩამდე რუსეთის და შევედით 7 თუ 8 ქალი და იმელჩმა თქვა რომ მეო გამსახურდიას მთავრობამ დიდი ხანია არალეგიტიმურად გამოაცხადაო ჩვენი საელჩო და საერთოდ მე აბზივარ იმიტომ რომ წასასვლელი არ ქონდა იქ რომ წასულიყო დარჩებოდა ეს ხო და ამიტომ მეო ჩქარაო მაშინ იქ იყო შეხლა შემოხლა ცალკე ნაირა გელაშვილი ცალკე ის ვინ არ უბობდით ავიყავთ ერთთან ბავშვი გურანდა გაგუნიეს და მე რომ მე ვერაფერ ვერ დაგეხმარებით და გამოვედით იქიდან მე უკვე 2 დღე ჯერ ჭადრაკის სასახლეში ვიკრიბებოდ მე იქ დავედიეთ მე გადავედით სპორტის სასახლეში და სპორტის სასახლეში მოვიდა რკინიგზის წარმომადგენელი საქართველოს კერძზე თქვა რომ ასე გადავწყვიტეთ რომ 18 ვაგონიანი მატარებელი დაგითმოთო და წავედით და რა გახსენდებათ როცა ამ ფაქტს იხსენებთ როგორი იყო მე რატომ ნამდვილი ეიფორია იყო ნამდვილად რა რაღაც აი ადრენალინი იყო ისეთი და სურვილი რომ აი ეს უბედურება გავაჩეროთ შინაგანად კი გრძნობდით რომ ახლა რუსეთი როცა ებრძვის სამხელა მანქანა იმათ არ უნდათ ეხლაც რო იცოდეთ რუსეთის ეხლანდელ პრეზიდენტს დღესაც მიაჩნია ყველაზე დიდ შეცდომა და უბედურება საბჭოთა კავშირის დაშლა მაშინ მახსოვს რომ ის ყო პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ეხლა გეტყვით როგორ იყო ძალიან შეშინდა პატრიარქის ჩვენ და თქვა რომ რას აკეთებთ სად მიდიხარდო თქვა და გამოგვიგზავნა მოძღვარი რომელიც გამოყვა მაგრამ სამტრედიიდან რომ დავრეკე აი მაშინ მითხრა რომ დამილოცნი ხართო და აბა შემიცია სად მიგყავს ეს კრატო ნუ გეშინიაო მითხრა ყველაფერი კარგად იქნება და მაშინ მითხრა უწმინდესმა რომ აბა შენიცია, აბა ოღონდ დამპირდიო რომ დამილოცნი ხართ არც ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდა. არ ჩამოვარდა. თუმცა თქვენ ოჩამჩერეს იქით სულ ვერ განაგრძეთ და გამორიცხული იყო, იმიტომ რომ კიტოვანმა ჯერ კიტოვანი შეეცადა ჯერ სამტრედიაში გავეჩერებინეთ, იმიტომ რომ იმან უკვე იცოდა რაც ხდებოდა და როგორც მოხდებოდა. ხო და მე უკვე უთხარი მოვატყუე მე კარგი წავალთ უკან და რა თქმა უნდა წინ წავედით. ხო და იქ რო ჩავედით ოჩამჩირეში უკვე აი ცუდ სიტყვას ჩამოასკდა ფრონტის ხაზზე იყო წასული და ჩამოვიდა და თქვა მე ხო გითხარიო რომ არ გაბრუნდი ახლა უკანო თქვა რა გინდა ეს 2000 ქალიო აი ესეო და გამოგვაცილა სხვათა შორის გამოუშვეს ეს მატარებელი უკან დღევანდელი გადასახედიდან ისევ თუ წახვიდოდით და ისევ იგივეს თუ გააკეთებდით. ასე რომ თქვენს ნაბიჯი ჭეშმარიტებაში მაშინათვე იყავით დარწმუნებული. ვიყავი რაც გავაკეთე და სხვათა შორის ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი მაგალითით მე ძალიან ბევრი ადამიანი რაც რაღაც თეთრ ენას დაუკავშირეს თეთრი ხელთათმანები ჩვენს მერე სოფლიოში ავარდა ეს თეთრი ფერის მოძრაობა იქეთ არგენტინაში იქეთ როდესაც ეკითხებოდნენ აი საქართველოსიო ქალები რო წავიდნენ რა გზავნილს გააგზავნიდით ქალბატონო ქეთი ერთი პერიოდი იყო ასეთი ახალგაზრდებმა გამოიჩინეს ეს ინიციატივა წერილები მიწერეს იქაურ ახალგაზრდებს და მეც მთხოვეს რომ მიმეწერა წერილი და მეც მივწერე წერილი რომ ჩვენ მაინც ერთ მიწაზე ვცხოვრობ არ შეიძლება რომ ერთმანეთს ასე დაუპირისპირდეთ და მომავალში მაინც
იცით რა, სამწუხაროდ უკვე მეორე თაობა გაიზარდა იმის მერე წამოვიდა, რომელთაც არანაირი ემოციური ბმა ჩვენთან არ აქვთ. ეს უნდა ვაღიაროთ, არ აქვთ. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ვისთან აქვთ. არიან თავისთვის აი ეს ճაკეტილი. ვაკუუმში. იმიტომ რომ ყველაფერი რუსულ ენაზეა, ყველაფერი პრაქტიკულად არის რუსულ ენაზე და ეს ამას დამოუკიდებლობა ქვია, აი პუტინმა აჩვენა მაგათ დამოუკიდებლობა ოლიმპიადის დროს. ერთი ტურისტი რო არ ჩაუშვა და ერთი სპორტსმენი რო ეგონათ რომ არიქა ეხლა აფშენდებით და სასტუმროებს გაგვიხსნიან ახალს და შემჩამო არავინაც არ ჩაიყვანეს. ქალბატონო ქეთი, ეს ჩვენი პროექტი აფხაზურადაც ითარგმნება. რას ეტყოდით, რას ურჩევდით იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რას თქვენ გაგაჩნიათ? არ გამოვა ამ ასეთი კატასტროფული გლობალიზაციის პირობებში, არ გამოვა ასეთ ცალ-ცალკე ცხოვრება. აი მაინტერესებს ცხინვალში რა ხდება დღეს. აი რა, ეხლა ძალიან მკაცრი ვიქნები იმ შემთხვევაში, რომ არ ამუჭრათ ეს, თორემ მეორეჯერ არ ვიქნები თქვენი რესპონდენტი. ცხინვალი ჩვენ დაგვაკარგინა მიშა. იმან ჩააბარა უბრალოდ. ეს ბიძასთან ერთად ჩააბარა ცხინვალი. მორჩა და გათავდა. იმ ფონზე რაც ხდება აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში, იმ რეალური ვითარებიდან გამომდინარე, რა რესურსი არსებობს და როგორ წარმოგიდგენიათ დათბეს, დარეგულირდეს ეს ურთიერთობა? დღეს არ ვიცი ამ წუთას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაინც ყველაფერს რუსეთი მართავს. ერთი რაღაცა უნდა გითხრათ და ეს არ იქნება პოპულარული. მაგრამ ნუ ამოიღებთ ამას. ერთმა ძალიან ასე ვთქვათ, ვენებ გადაჭრილმა ამერიკელმა ქალმა, რომელიც იყო თავის დროზე სამხედრო ატაშე რუსეთის საელჩოში, ესე იგი მოსკოვში, ამერიკის საელჩოში, წარმოგიდგენთ რა ყველა სამყროები ქონდა. და მე ჩვენთან იყო კულტურის ატაშე. კაი ქალი იყო სხვათა შორის და ძალიან დადიოდა ჩვენთან თეატრში. მე რომ მოხდა ეს უბედურება, რომ ააფეთქეს ის ტყუპები, შენობები ერთი წლის თავზე არაჩვეულებრივი აქცია გამომივიდა ჩავატარე ვაკის პარკში. და ძალიან მაშინ მაილსი იყო ელჩი და შერონიც მოვიდა, ეს კულტურის ატაშე მაილსი მთელი ამერიკის საელჩო და ძალიან ახელდნენ ისეთი კარგი ის გამოვიდა. მე და ჩემი შვილი ქართულ ინგლისურად ვკითხულობდით დეკლარაციას ადამიანის უფლებების პარაგრაფებს და ეს გზავნილი იყო ძალიან ძლიერი. და მე წლების მერე ჩავედი ვაშინგტონში და ამ შერონმა დამპატიჟა. ეხლა ვიტყვი ძალიან არაპოპულარულ რაღაცას და აგინებ ამ რუსებს და ვამბობ რომ ამათ არაფერი არ ეშველებათ 2014 წელია და უცებ გამაჩერა და მითხრა თქვენ ბოლოს და ბოლოსო ვერასოდეს ვერ ისწავლით ჭკუასო. გავუგებთ. ჩვენ არა ვარ თქვენი მეზობლები. თქვენი მეზობლები არიან რუსები. აი ეს ამხელა მონსტრი ქვეყანა არის თქვენი მეზობლები. გამორიცხულია იმათთან თქვენ არ დაარგლაგოთ ურთიერთობა, არ ვიცი როგორ თქვა, მე არ ვამბობ რომ მონები უნდა გახდეთ, ან რუსეთუნები უნდა გახდეთ, ეს უკვე აღარ შეიძლება, მაგრამ თუ იმათთან საერთო ენას არ მონახავთ, დაიხსენოთ რომ ჩვენ არ ამოხთ თქვენ მეზობლები. ანუ სწორი პოლიტიკის გზით, სწორი მოლაპარაკებების გზით ჩვენი ტრადიციული საჩუქარი სიმბოლური ჩვენი პროექტის დახსენი აფხაზეთში. ეს არის ღვინო და იმ იმედით ვამთავრებთ ჩვენს დღევანდელ შეხვედრას, რომ ადრე თუ გვიან თქვენ ამ ღვინოს დალევთ აფხაზეთში.